საღამოშვიდობისა მოგესალმებით ტრადიციულად მე და ბატონი ოთარი და გვინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ ალბათ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ბევრისთვის შეუმჩნეველია ბევრმა შეიძლება ვერ მიხვდა იმ მნიშვნელობას წერილი რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანუ პირველმა საქართველოში რეალურად ხელისუფლების სადავეებში მყოფმა ადამიანმა გაუგზავნა დონალდ ტრამპს ამას მოყვა აბსოლუტურად ერთმანეთისგან რადიკალური განსხვავებული შეფასებები. აი არის რაღაცეები, რომ ადამიანები ცოტა დაახლოებით რაღაცას თანხმდება, მაგრამ აბსოლუტურად ერთი რომ ეს არის სიგიჟე, თქვათ, ну, რაღაც არანორმალურობა ჩაიდინა და ეს იყო ბოლო ყუბოზე ფიცარზე ლურსმანი და რაღაც სიგიჟეები. მეორე არის ქება და დიდება და როგორც იქნა ეს გაბედა ვიღაც ქართველმა ლიდერმა ამდენი წლის მანძილზე პირველად ქართველმა ლიდერმა შეძლო დამოუკიდებელი ნასახელი. ახლა ოთარ მოდი დავიწყოთ იქიდან. ტრამპს წერილი ალბათ ის პარტიაოთ, რომლებმაც პირველებმა ჩვენ გაუგზავნეთ. მე ესე მახსოვს, მეტი არ გამიგია რომ ეს წინა პრეზიდენტობის პერიოდში იყო. 6 წლის წინ იყო ეს. კი ბატონო, წინა პრეზიდენტობის პერიოდში იყო და სხვა შორის ის წერილი, ეხლა განსხვავება მე ვცადე ჩვენ წერილი გავიხსენე რა რაღაც პერიპეტიები და პირველი განსხვავება რაც მოხდა თვალში ეს იყო მე მგონია მე მახსოვს რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსო მივწერეთ ტრამპის გარდა რა მათ შორის რუსეთის ლიდერს ხო ну იმ წელს რუსეთუმე დაგვარქვეს იმიტომ რომ იქ ძალიან ზდილობიანი ფორმით იყო მაგრამ არავინ არ დაგვარქვა თქვათ არ გერმანეთუმე ან ფრანგთუმე ან ამერიკითუმე ზუსტად ერთი და იგივე ზდილობის ტონი ქონდა შენარჩუნებული ყველა ლიდერთან იმიტომ რომ ჩვენ უგზავნით რაღაც არა მე ვამბობ რომ დიპლომატიაში თანაბარი პირობების სახელმწიფოებიც კი მაქსიმალური ზდილობით ესაუბრებიან, როდესაც ერთმანეთს წერენ. ნუ ეს დიპლომატიური ეტიკეტია და მე მომეჩვენა რომ სანამ წერილს განვიხილავთ, რამდენად დასწერიყვა ეს დიპლომატიური ეტიკეტი მაინდა-მაინც არ იყო დაცული ამ კობახიძის მიერ, ირაკლი კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილში. ნუ მე ხა რეალურად ვაფასებ, მოდი ჩვენ ყავს საკმაოდ ინტელექტუალური სვენელი, რომ დასკვნები თვითონ გააკეთოს და თქვა მაინდა-მაინც ჩემი აზრი არ მოვახვიო, მაგრამ ის რომ თქვა ძდილობის ეტიკეტები, თქვა არ იყო უმაღლეს ხარისხში აყვანილი ეს ერთი ფაქტორი და მეორე, იქ იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ირაკლი კობახიძე თქვა გადის ამერიკულ-ქართული ურთიერთობებიდან და აყვედრის რომ თქვენ ურთიერთობა დაამყარეთ სირიასთან, სადაც არაა დემოკრატია. ანუ ფაქტიურად ტრამპს ამ ზესახელმწიფოს ლიდერს უთითებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში როგორ იმოქმედოს, არა მხოლოდ საქართველოს შემოიფარგლება. მე პირადად თქვა თუ წერს დადებითად შევაფასებ, რომ ეს არის დამოუკიდებლობის სრული სუვერენიტეტისკენ ნაბიჯი, ხო? არ მოუწონებ მაგალითად ეტიკეტის აემდარღვევებს და იმას რომ რაღაც გარე ფაქტორები და ახსნა განმარტება რომ შენ ამ რაღაც ვთქვათ როგორ იქცევი სირიაში თუ პალესტინაში ამას მნიშვნელობა არ აქვს ხო ეს უკვე გადის შენ დაახლოებით უცხო ქვეყნის კომპეტენციის ჩარევას დაემსგავსა რა ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ მე წერილს ვიღებ დადებითად მიმაჩნია რომ კობახიძემ ცოტა მეტი აიღო თავის თავზე და ცოტა მეტი უფლება მისცა ამ პატარა ქვეყნის ლიდერმა თავის თავს ვიდრე თქვათ ეს ჩვენ პროტოკოლით გაგვეკუთვნება ის რომ თქვათ ამერიკის ელჩები აქ ისე იქცევიან როგორც თავის უკანა ეზოში ეს არ ნიშნავს რომ ტრამპს ესევე საუბრობთ ჩემის აზრით და კიდე ერთ რამას ვიტყოდით სხვა შორის ჩვენი წერილი რომ გავიხსენე იყო ძალიან საინტერესო ლაპარაკი იყო USAID-ის დაფინანსებაზე, იმ თავისუფლების ინსტიტუტის დაფინანსებაზე, იმაზე რომ ეს ყველაფერი ხო ცუდად მოქმედებს ჩვენი და ამერიკელი ხალხის ჰარმონიულ ურთიერთობის განვითარებაზე და სხვადასხვა რაც ჩვენ მივწერეთ მაშინ, ეხლა იმიტომ კი არა რომ ჩვენ მივწერეთ, ხო? ტრამპი მოვიდა თუ არა ყველაფერი ასრულდა და ეს ფონდები, ის კონკრეტული ფონდები რაც მითითებული იყო და მართლა დაგრძალა. ნუ რა თქმა უნდა ეს ჩვენ წერილმა არ გამოიწვია, მაგრამ მოხდა უბრალოდ ასთა თანხვედრა რა ძალიან სასიამოვნოა და თან ყველა მოწოდება იყო იმისკენ რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობები უნდა ეს კობახიძის წერილს არის, მოდი ნუ დაუკარგავთ რომ თქვათ გადატვირთვის მცდელობა და უკეთესი ურთიერთობის დაწყება ეს უწერია წერილში ცალსახად ანუ ის რომ თქვათ ნეგატიურია და ჩვენ არ გვინდა თქვენთან ურთიერთობა არ არის ეს პირიქით უნდა რომ ახალ სიმაღლეზე აიყვანოს, ოღონდ აუცილებლად რა თქმა უნდა ამ ხელისუფლების პირობებში და არა როგორც თქვათ მეგობარი აქტი ითვალისწინებს, რომ ხალხი და ეს ხალხი
ისეთი ამორფული მოცემულობაა, ვიზია საუბარი ხო ვერ მიტყვით, ხალხი შეიძლება იყოს თქვათ ბიუამეთში ვინც წევს იმას გულისხმობენ, ხო? და არა სხვას, ხო? ჩვენ არ ვიცით რას გულისხმობს ხალხში, მაგრამ აი მთავრობაში რაც გულისხმობა ის ნათელია, იმიტომ რომ მთავრობა არის მთავრობა და ვხედავთ ვინც არიან რა და აი ხალხი ძალიან ზოგადი მცნებაა რა, სხვა შეს ამერიკიდან არ მოდის ხოლმე ძალიან ნათელი მესიჯები რომ გავიგოთ რა უნდა ჩვენგან. ხო და რა ვიცი, მოკლედ ამ კობახიძის წერილს აქ თავისი პლუსები მეთვლი და აქ თავისი დიდი მინუსებიც. და ესე ცალსახად რომ როგორც არის, საქართველოში რადიკალიზმი როგორც ოცნების მომხრე ბედნიერები არიან, რომ დედა რა მაგარი წერილი დაიწერა, ყველა დანარჩენი დედა ეს რა ჩაიდინა და რა დააქცია ქვეყანა. ოთარ ახლა შედი მოსაზრებებიც ამ წერილთან დაკავშირებით, რომ მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მოგესალმებით ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, მართლაც ძალიან საინტერესო ვითარდება მოვლენები ამ წერილთან ირგვლივ. ერთი, რა ვიცი, დიპლომატიური აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ სოფლიოს დიპლომატიის ისტორიაში მე ძალიან იშვიათად გამიგია, რომ ერთმა სახელმწიფოს ხელმძღვანელმა მიმართოს მეორეს ღია წერილით. ეს რა ვიცი, ძალიან იშვიათად ხდება ესეთი რაღაც. მაგრამ კი მომხდარა, მაგრამ ფორმატს მართლაც აბსოლუტურად ესეთი ტონი შეინიშნება წერილის დასაწყისში და ის რაც აღნიშნეთ ბევრი რამ მართლაც აბსოლუტურად შეიძლება მიუღებელიც იყოს, მაგრამ ეს ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა, რატო გახდა აუცილებელი ამ წერილის შედგენა, დაწერა, არ ვიცი, ეს მისი დაწერილია თუ ბიზნეს კარნახი თუ ამ საერთოდ ამ გუნდით, მაგრამ წინაპირობა ვიცით რა არის. თვის ბოლომდე ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს მეგობარ აქტს და ვთვლი რომ არ ამგონია ტრამპმა ამ წერილს ამ კანონს ვეტოთი უპასუხოს, იმიტომ რომ ეს ინიციატივა მოდის რესპუბლიკელების მხრიდან, ის კომიტეტზეც გავიდა უკვე კომიტეტის თავმჯდომარე ბრაიან მასტი 76%-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი ის ინფორმაციისთვის. კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო ურთიერთობების ბრაიან მასტი არის ძალიან ახლო ესეთი ურთიერთობა აქვს ტრამპთან და არ ამგონია ხა რომ საქართველოს არაა ამერიკისთვის ის საკითხი რომ პრეზიდენტი თავის გუნდს, თავის თანაგუნდელებს კონგრესში დაუპირისპირდეს უკვე მიღებულია ეს კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში, მხარდაჭერილია სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, ჯიმ რისს ახლა შეუძლია ყოველგვარი დებატების გარეშე, იმიტომ რომ კომიტეტი ამას გავლილი აქვს, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენოს ეს საკითხი და ასეც იქნება და მიღებული იქნება ეს და ამიტომ იფიქრეს რომ რაღაც კობახიძე ფიქრობს რომ რაღაც პრევენციული ნაბიჯია ეს იმისთვის რომ ტრამპი დაფიქრდეს ტრამპამდე შეიძლება ეს წერილი საერთოდ არ მივიდეს ხო ხდებით და რაღაც ესეთი გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს რაღაც ბოლო ხავსზე კიდებიან რომელიც მე მგონი არაფრის მომტანი არა შეიძლება ამ წერილმა უფრო დააძაბოს ურთიერთობა ჩვენი ქვეყანაა ეს და ჩვენ არ გვიხარია ნამდვილად ახლა ეს რა ამ წერილის ირგვლივ რაც შეიძლება ამ წერილს მოყვეს და უბრალოდ ამ ხელისუფლებას არავის და არაფრის მოსმენა არ უნდა და ქე არიან კიდევაც ეგერ მარტო სამწუხაროდ ხო რა აი მართლა მაინტერესებს როგორც მე რა თქმა უნდა ამაზე სრულყოფილი პასუხი ვერ იქნება იმიტომ რომ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია ჯერ გამოთქვა და ჩვენ არ ვიკუთვნით იმ ხალხს ყველაფერი რო იციან წინასწარ არ ვარ საბედნიეროდ არა ვარ იმ ხალხის წარმომადგენლები აი დაბეჭდითებით სახით რომ ამერიკის ყურში სტალინმა ბერიას რა უთხრა იციან და გიყვებიან რა აი ესეთი შეკითხვა მაქვს შენთან რა შეიძლება რომ ეს წერილი ყოფილიყო ანუ მაპროვოცირებელი უკვე ხელისუფლების მიერ მაპროვოცირებელი საბოლოოდ ურთიერთობის ჩაჭრის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამ წერილის უკან იდგეს თქვათ ისეთი ზესახელმწიფოები ასევე როგორცაა ჩინეთი და რუსეთი და თქვათ ჩვენ ვებუტებით ამერიკას რომელსაც თქვათ რუსებისგან განსხვავებით აქ ჯარი არ უყენია და რუსებს უყენიათ საოკუპაციო ჯარი ყველაფერს თავის სახელს არ გაურბივა რომ გავექცე საოკუპაციო ორ რეგიონში დგას ქართულ რეგიონში საოკუპაციო ჯარი ამერიკელებს არ უყენიათ და ეს არის საბოლოოდ ანუ
პროვოცირება იმის, რაც ნელ-ნელა თქვა ახდენდა დასავლური სამყარო და თქვა წყვიტავ თქვენთან ურთიერთობა, შეიძლება თქვა შემდეგი ნაბიჯი იყოს, რომ ელჩი გაიწვიო, გამოიწვიო თქვა იქიდან ელჩი და აქიდანაც ამერიკის ელჩს უბრძანო, რომ მიბრძანდით ბატონო თუ ვერ დავლაგდით ჩვენ მეგობრულ ქვეყნებად და აბსოლუტურად სხვა ორბიტაზე გადავიდეთ რა. ეხლა ოთარ მოდი წინასწარ ვიტყვი რა ამ ვერსიას მე კითხვას რა თქმა უნდა შენ გისვავ და შენ უნდა გასცე პასუხი, მაგრამ ამ ვერსიას მე ძალიან ცუდად უყურებ უბრალო მიზეზის გამო, რომ თქვათ ის იდეა ფიქსირად ჩვენ პარტიაში არა, ჩვენ თავში არის, რომ ჩვენ ნეიტრალური სახელმწიფოს პოზიცია გვინდა, ჩვენ უკვე ნეიტრალობის ესე ვთქვათ ვარიანტს ვკარგავთ, იმიტომ რომ უკვე მხარე ვხდებით და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ნეიტრალიტეტი არის, როდესაც დიდი მთავარი მოთამაშეებს ყველა და მეზობლები გცნობენ როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოს და ჩვენ ფაქტობრივად ვეთიშებით დასავლურ სამყაროს და უკვე ნეიტრალური არა ვართ, ჩვენ ხდებით მხარე. ანუ რა ვთქვა, რომ ეს საბოლოო მიზანი თუ იქნა მიღწეული და თუ ეს არის სახელმწიფო მიზანი, მე ამით აღტაცებაში ნამდვილად ვერ მოვდივარ და კარგ პერსპექტივას თქვა ჩემი ქვეყნისთვის ვერ ხედავ, მაგრამ საერთოდ თუ არის ეს ფაქტორი დასაშვები, აი შენი საზრით რა. თუ ესეა, მაშინ მართლა ძალიან სახიფათო სტადიაში შევდივართ, საერთოდ ანუ დასაშვებად, თეორიულად დასაშვებად უშვებ შენც, რომ შეიძლება თუ ვერ უშვებ. თუ რაღაც არის ეს განზრახული, რომ მაინც და მაინც ასე ბოლომდე ჩაებღაუჭონ ხელისუფლება და ამის გამო ასე არც არჩევნები ჩაატარონ, არანაირ გაჯიქდნენ ასე ბოლომდე და არც არანაირ დათმობაზე დავარქოთ რა, ბელორუსიზაცია. ხო, არც არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ, ნუ მაშინ არ ვიცი, ეს მართლა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ თუ ასე მოიქცა ხელისუფლება, ჩვენ პრაქტიკულად ასე მარტო პირისპირ რჩებით ასეთ მეზობლებთან, როგორც გვყავს, ხო, იგივე რუსეთი, თურქეთი, რომელიც მართლაც რაღაც ჩვენი მხარდაჭერის გარეშე დასავლეთის მხრიდან ну ძალიან რთულია ამ რეგიონში მარტო გაძლო. მაშინ ძალიან მაგარი უნდა იყოს, ძალიან ძლიერი არმიით, ძალიან დაცული, რა ვიყო, როგორ არის ეს შესაძლებელი? ეს უკვე აბსურდია, ხო? ხო გამიგე. მაგაზე აღარ გკითხულობ და აღარ საუბრობ. რატო უნდა გადაუყვეთ, არ ვიცი, ამ ხელისუფლებას პოლიტიკურ მოუსავლეთში არ მესმის და ამის გამო გავაფუჭოთ ურთიერთობები ჩვენ თავარ სტრატეგიულ პარტნიორებად, რომელსაც თუ რამე გაგვიჭირდა მართლა ყოველთვის გვეგულებოდნენ გვერდში. ნუ არ მესმის ეს. ძალიან რთულია ამაზე. რაღაც პროგნოზების გაკეთება, რა აქვს ახლა გულში ივანიშვილს და კობახიძეს, ნუ ჯერ ხო აქამდე რომ მიიყვანეს საქმე სამწუხაროდ და ახლა რა მოყვება ამას ყველაფერს მართლაც ძალიან რთული სათქმეა. ანუ ცევთან ახლა რაღაც ისეთი სტაბილურობა მაქვს, რომ რაღაც გამოუვალცე აპოკალიფსურ სიტუაციაზე ვსაუბრობთ მე და შენ და მოდი ახლა იმ გამოსავალზე ვისაუბროთ, რასაც ჩვენ ვხედავთ რა. გამოსავალი არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ იმ შავი ფონისთვის, რაც ქვეყანაშია დღეს, იმ დაძაბულობისთვის, იმ გაუტალობისთვის და ერთმანეთს ყოვლად მიუღებლობისთვის, აქ მარტო მიშიზმი არ არის და გეხვეწები, აი ძალიან ხა ჩემზე ანტიმიშისტი აი გამოვიდეს ერთ და დამენახო რამდენი არიან რა. აქ ამაზე არ არის საუბარი, ისა რა ქვია, აქ არის აი მართლა უკვე, ნუ ლამის თაობების დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, დაპირისპირება ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის, აი სისხლიანი ზიზღით გაჯერებული უკვე, ხო? ნუ ვთქვათ, კიდე აღარ მინდა ჩამოთვალო, ხო, რაც არ არის კარგი, ხო, არ არის ჯამთელი, იმიტომ რომ მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც 91 წელი ვნახე ჩემი თვალით და სადამდე მივიდა და რა მოუტანა საქართველოს ზუსტად ვიცი, ხო? იმიტომ რომ ჩემი თვალით ვნახე, ჩემი სტუდენტობის პერიოდი იყო, ჩემი ახალად და ნუ მაშინ ვერ ხვდებოდი რა, რაღაც ხან ერთი მხარე მომწო, ხან მეორე მხარე და იმას მივხვდი, რომ ბოლოს ჯოჯოხეთში შევიყვანეთ ქვეყანა, სასაფლაოები გადავავსეთ ახალგაზრდა ბიჭებით, ერთმანეთისგან დახოცილი ბიჭებით. ყველაფერს თავიდან აი პოლიტიკაზე ხო არ ვსაუბრობ, რა, უბრალოდ პირდაპირ შედეგებზე ვსაუბრობ. გადამწვარი ქალაქებით და გაძარცვული და ნუ აი აღარ მინდა რა, ნუ გავაგზელებ და რა ძალიან გავს რა ეხა სიტუაცია ზიზღის ფაქტორით, გონი მაშინ არ იყო ესე ზიზღი, ეხლა რო ზიზღი არის, აი სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით იკვეთება ეს, მოდი ზარი შემოუშვათ და მე გამოსავალზე ვისაუბროთ. გისმენთ? ალო, მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ ეს მოусმენდა იმას განცხადებას, პარლამენტში რო იგებენ და
მე მგონი რომ არა დაწერილი და კავშირის გაწყვეტით ამერიკასთან არ მგონია რომ იყოს ვინაიდან პირველი განცხადება თუ რაღაცა გაუკეთებია ყობახიძეა თუ არა პასუხი არ მიუღია ახლა მიაყოლა პარლამენტის სახელით ხო კი ბატონო ახლა დაუშვათ მასე რო ყოფილიყო დაელოდებოდა მეგობარიაკს და ტრამპი თუ მოანწევდა ხელს მერე შეეძლო დაიყუმბარებდა 1000 რად უფრო მეტად რა შეიძლება ტაქტიკას და ნუ ტაქტო არა დიპლომატიური არის არ გადახედა ყობახიძემ თუ ეს მიჩნიასესო არა მგონია ესეთი დახურულ წერილებს და დახურულ მიმართვებში აკეთებენ დიპლომატიური არხები თუნდაც ასეთი თუ რაღაცა რო გამოდის არის რა ეს ასეთი კლო კი ბატონო ძალიან საინტერესო ვერსია შემოგთავაზეთ და უკაცრავ ეთერში ბრძანდებით კიდე აგაითიშა ძალიან საინტერესო ვერსია შემოგთავაზა მეც ნუ აი ნაწილობრივ ხო იმდენად რთული არის რა რომ ზუსტად თქვათ რაღაცა ეხა ამ ბატონმაც ზომიერად თქვა რომ აი მას ვფიქრობო რა რომ ეხა მაინტერესებდა ეს პარლამენტის კიდე მიყოლება ზემოდან ეს კიდე ჩვენ ამაზე აღარ გვისაუბრია იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყობახიძის წერილი და თუმცა ესაც არანაკლებია რომ პარლამენტმა რაღაც ხო განცხადება გააკეთა უფრო მძიმე განცხადებები გააკეთა ვიდრე ყობახიძემ ხო და ეხა ოთარ მოკლედ ჩვენ თავაზობთ ხელისუფლებას ბანკზე წასვლა არ მესმის არა ხო ნუ ოთარ მე ის ვერსია რაც თქვი უმძიმესი ვერსია რომ აი მაინც აღარაფერი აღარ გამოვადა წა თქვენ დედაცვათი და დაახლოებით აი ეს ვარიანტიც არსებობს ოღონდ რა მე ამას რა მოყვა მაგრამ რა შვებით ანუ ბარდებით რუსეთს თუ როგორ არის არ ბარდებით ალბათ რატო ჩავბარდებით ახლა ბელორუსიაზე ვერავინ არ იტყვის რომ რუსეთი ჩაბარდა ეს იქნება ყველაზე საუკეთესო საჩუქარი რუსეთისთვის ახლა ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება რა თქმა უნდა რა თქმა უნდა და უკვე ჩვენ ხდებით არა ისა რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს ლავირების უნარი ქონდა ვეშაპებს შორის ხო თურქეთს ირანს შორის მონღოლი ჯალალედინი იქ ყოველთვის მაინც გულობდით დამოსავალს მაგრამ იქაც აქ აღარ გვჩება ჩვენ ლავირება აქ გვჩება ფაქტიურად ერთი პოლიტიკური სივრცე რომელსაც საპირწონე არ ყავს და ამ პოლიტიკურ სივრცეში ვართ ყველაზე სუსტები რა ისედაც ყველაზე სუსტები ვართ მაგრამ აქ უკვე ცალსახა პოლიტიკურ სივრცეში ხვდებით ხო და ოთარ მოდი მე იმ ჩვენ გამოსავალზე რაც ჩვენ შევიმუშავეთ რა და მიგვაჩნია რომ ეს როგორც აი მომიტინგე ყველაზე რადიკალი ახალგაზრდები რო დგანან ქუჩაში იმათვისაც საინტერესოა და ხელისუფლებისთვისაც ანუ აი ესეთი მექანიზმი ხა თუ იმეს უკეთესი აქვს ღმერთო შენი სახელის წინვე მოიტანე და გავახმოვანოთ და პირდაპირ თქვენი საუბრეთ და რაღაც მაგრამ ჩვენ ამაში ვხედავთ გამოსავალს რომ იმის გამოცდილება რომ გამოვკითხოთ მილიონი ადამიანი ანუ ამორჩეველთა ნახევარი ესე ვთქვათ 1,200,000 ადამიანი ხო ცოტა ტექნიკურად რთულია მაგრამ ეს ერთხელ გავაკეთეთ საკმაოდ დიდი შრომატევადი სამუშაო იყო ჩადებული 900,000 ის კონდა დაუწუნებული დაწუნებული 900,000 ანუ წუნის გარეშე ჩანაწერი კონდა სადაც არც ერთხელ არ მეორდება ერთი და იგივე ხმა არც ერთხელ კიდევ ვიძახი არ მეორდება ერთი და იგივე ხმა ანუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია ამის გაკონტროლება 21 საუკუნეა და ვამბობთ ესეთ რამეს ჩავატაროთ პლებიციტიც არ ქვია ეს რაღაც ახალს თავაზობთ აი რა ქვია მე გამოკითხვა ეს იქნება პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ეს იქნება ვთქვათ ისეთი ბრიყული ჩანაწერი ამას მე ბრიყულს ვიძახი ქართულმა უცნობამ ჩაწერა სხვა ჩვენს და ნაციონალებსაც კი არ ჩაუწერიათ ესეთ სიბრიყვე და ამათ რომ იმდენი ისეთი პროდასავლელები აღმოჩნდეს სააკაშვილს გაასწრეს ხო თავისი გიჟაში ჩაჭერესო ჩვენი მიზანია თურმე ქვეყნა ერის მიზანია ნატოში გაწევრიანება ორგანიზაციაში სადაც გითხარს რომ შენი ადგილი არ არის თვითონ და ის არის ჩვენი მიზანი რაც ჩვენი ადგილი არ არის ის არის ხო და მთელი რიგი გამოკითხვები და ამ გამოკითხვების შედეგად მივიღებთ პოლიტიკურ სურათსაც და მივიღებთ უმთავრეს მივიღებთ იმას რომ ვიღაც NDI აირაის მაიმუნობები და ლავირებები ვეღარ იმუშავებს და დასავლეთს დაუდებთ ცოცხალ ფაქტს ხელისუფლება თუ ამბობს მე არ გამიყალბები არაფერი არ უნდა ეშინოდეს და უნდა წამოვიდეს ოპოზიცია რომელიც ამბობს რომ გაუყალბეს არ უნდა ეშინოდეს და უნდა წამოვიდეს ეს იქნება აი
ის დოკუმენტი, რომელიც დაგვაშოშმინებს, შეიძლება არ მოგვეწონოს შედეგები. შეიძლება არც ერთ ხარეს არ მოეწონოს, შეიძლება ერთ ხარეს მაგრა არ მოეწონოს, მეორეს მოეწონოს ამ პირიქით. მაგრამ ეს არის დამაშოშმინებელი და იმ გაუტანლობის და იმ ჩასისხლიანებული თვალებით ერთმანეთს ყურების დამასრულებელი. მე არ ვიცი ამას ხელისუფლება გაიგებს თუ არა, სადოდ გვისმენს თუ არა, კი გვისმენენ, მაგრამ უფროსობამდე ვერ მიაქვთ ის ამბები და ვერ იგებენ რაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეხლა როდესაც 24 საათი თავში გიდევს ტენდერი, როდესაც რაღაცა გიდევს სხვა რამე, ხო, ვეღარ ფიქრობ ადამიანი რა და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც კიდე ერთი ნაბიჯი, რომ ის ქვეყნები შემოვაბრუნოთ ჩვენ. რა თქმა უნდა, უკვე ვეღარ იტყვის მეგობრული აქტი, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებძვით. აღმოაჩენს, რომ ხელისუფლებას კი არა, თუ დაჯდება ის მონაცემები, თურმე ხალხს ებჭიან, ქართულ ხალხს და ის მეგობრული აქტი აღარ იმუშავებს. აგერ ყოველად გამჭირვალე გამოკითხვა 100%-იანი სიმართლით, სადაც გაყალბება შეუძლებელია და თურმე ქართულ ხალხს ებძვის და უკაცრავად აღარ გამოვა. თუ ისე დაჯდება, რა თქმა უნდა, ოთარ მე ამას სალსახად ხო არ ვიძახი რა. ან შეიძლება სუპერიქით გამოვიდეს, აი თურმე სიყალბე ყოფილა, ეს არ ყოფილა მთავრობა და ყოფილა ძალადობრივი გაყალბების გზით მოსული. მე არ ვიცი შედეგი, მართლა არ ვიცი შედეგი რა იქნება. შეიძლება უბრალოდ თად შეიცვალოს შედეგი, იმიტომ რომ ამდენი ხანი გავიდა არჩევნების შემდეგ. ზარია გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. ის რა მე მაინც ვერცები რა უნდა გავაკეთოთ, ესე იგი დასავლეთი გვიწუნებს დემოკრატიას, გვიწუნებს ჩვენ საგარეო კურსს და კიდე რაღაც და აი რა უნდა გავაკეთოთ, ისინი თვლიან რომ არჩევნები გაყალბდა და ხალხის უმრავლესობა თვლის რომ არ გაყალბდა. კი ბატონო, აი აგაშენათ ღმერთო ამ წუთში მაგაზე ვსაუბრობ, რა უნდა ვქნათ? ვამბობ რომ ჩავატაროთ მილიონიანი სატელეფონო გამოკითხვა, სადაც დაჯდებიან როგორც ოპოზიციის, ისე პოზიციის. მაგრამ იურიდიული ძალა ხო არ ექნება მაგ გამოკითხვას. იურიდიული ძალა. ისე დასავლეთს რაც მოტონდა, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმი, ციხეიანი რეჟიმი. დასავლეთს არ მოტონდა გამსახურდია კანონიერი ხელისუფლება გადააგდო მოტონდა შევანაძის ომები და უბედურება იყო და მოგდა სააკაშვილი, რომელიც ქართული ხალხის გენოციდი იყო დაკავებული. რაღაც ეტაპამდე, თორე 2012 წელს დასავლეთმაც დაუჭირა მხარი მის დასრულებას, ჩემის აზრით. მე მაინც მგონია რომ ბიზნესის ფაქტორი მუშაობდა, მაგრამ ბოლოს უთამებ ხას უწევდნენ სააკაშვილი. ეხლა იგივე მიზანი აქვს სააკაშვილის დაბრუნება. იკითხება სიტუაცია არ უნდა. მეორე კითხე კიდე ის თქმა ბელორუსის დაკავშირებით რა 7 ქვეყანა განვითარებული რუსეთთან კარგი ურთიერთობა უსაფრთხოების აბსოლუტური გაწდა არ ტერიტორიები დაუკარგია ხალხი მშვიდად ცხოვრობს მე არ ვიცი ბელორუსის მაგალითი საიდან მომყავს უარ კომიტ კონტექსტში ვერ გავი არა გეტყვით კი ბატონო მივიღე ეგ შენიშნა თქვენგან მივიღე დიდი მადლობა ზარისთვის მივიღე ეგ შეკითხვა ბელორუსიზაციაში ცოტა სხვა რაღაცა იგულისხმება და არა მე ვთვლი რომ ეხლა მოდით ავიღოთ სამი სლავური სახელმწიფო რომელიც საბჭოთა კავშირში იყო რუსეთი ბელორუსია და უკრაინა რაბეც უსურვებდი ამ სამიდან შენ შემშობლოსო რა თქმა უნდა ბელორუსიას ამოვირჩევდი არც უკრაინას აჭის ჩემ ტერს და აუზ დაემართა ის რაც უკრაინელ ხალხს რუსეთსაც არა კაიდღები და ამ დროს ბელორუსია არის თავის ტკბილად გემრიელად ხო ეხა მე როგორც საგინებელი სიტყვა არ მithქვია თუმცა ბელორუსიზაცია ესეთი სიტყვა ტერმინი არსებობს და ნუ მე არ ვთვლი რომ ეს მაინდა-მაინც საუკეთესო არის რა ეხლა საქართველოს მაინც საქართველოა ბელორუსია მომიტევეთ და რუსსა და ბელორუსს შორის რა განსხვავებაა ეთნიკურად თუ იმე დამისაბუთებს რაღაცა განსხვავებას ხმას აღარ ამოვიღებ არა მე მგონია რომ იმერელსა და კახელს შორის უფრო დიდი სხვაობა ვიდრე ბელორუსსა და იმას შორის ანუ იქ ცოტა სხვა პრობლემაა და ჩვენ ცოტა სხვა ეთნოსი ვართ სხვა ერი ვართ ცოტა თავისუფლები ცოტა კი ძალიან თავისუფლების მოხარეები ვართ და ეს კარგი არის ცუდი არ არის იმიტომ მოვედით და იმიტომ ვარსებობთ ქართველები თორე მაშინ ვერ ვიარსებებდით აუცილებლად რომელიმე რელიგიურად იმაში ავითქვიფებოდით როგორც ბევრი ერი აითქვიფა და გაქრა ასე რომ ბელორუსიზაცია რაც მე ვახსენე ეს ტერმინი ეხა უყურეთ ლუკაშენკო კარგა ხანი ძალიან დიდ ხანს
ძალიან მომგებიანად манипуლირებდა დასავლეთსა და რუსეთს შორის. რამდენჯერმე ის პუტინს დაუპირისპირდა. მართლა ვიძახი რაღაცა საკითხებს, სხვა შორის საქართველოს აღიარების, აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების საკითხში დაუპირისპირდა და ძალიან კარგი პოზიცია დაიჭირა ლუკაშენკომ, რისთვისაც მადლობა მას და ბელორუს ხალხს. და აქ რო ჩამოვიდა, თქვა კიდევაც, მაშინ მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი, რომ მე შორეულ წარსულშიო ვიყავიო საქართველოში კომუნისტების დროსო. საქართველოში კერძოდ სოხუმშიო. ზიგ ხაზი გაუსვარო? ხო, ეხა გამახსენდა. კი ბატონო და ასე რომ ეხა აგრესიულად ნამდვილად არ ვარ განწყობილი. თუმცა თქვა ვისურვებდით დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხს, მართლა ვისურვებდი რა ქვეყნისთვის, თავისუფლებს ეს ქართველს ცოტა სხვა მოთხოვნილებები აქვს, იმიტომ რომ უნდა გავითვალისწინოთ ეთნიკური თვისებებიც, დიდი სიყვარული და პატრიოტიზმი ბელორუს ხალხს, მაგრამ ნუ აი ჩვენ ვართ კავკასიელი ქართველები და არანაირი ევროპელები და არანაირი აზიელები რა, ვართ ქართველები და რა ვიცი, რაღაც მაინც ესე ვფიქრობ რა და ის მომენტი რომ თქვათ დავრჩეთ ერთ გუნდთან ერთ ან დედამიწა არის პოლარიზირებული და ერთ პოლუში თქვათ რუსულ პოლუში მოვექცეთ ჩემისას ეს განვითარების საშუალებას ქვეყანას მოусურს ჩვენი გზა არის კიდევ ვიძახი არც რაღაც დასავლეთისკენ და არც ჩვენი გზა არის დამოუკიდებლობისკენ და ამდენ დიდ ქვეყანას შორის ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე რა ნეიტრალიტეტის კიდევ ვიძახი კავკასიური შვეიცარიზაცია რომ მოვახდინოთ ეს არის იდეალური და ეხლა სულ არჩევნებში რომ 10 ცუდი არჩევანი გვაქვს ყველაზე უფრო ნაკლებად ცუდი ავარჩიოთ ეს უკვე სხვა საკითხია და შეიძლება კარგიც ვიდატროთ ოდისმე რა რასაც ჩვენ დატრულობთ ზარია გისმენთ საღამომშვიდობის ბატონო ბატონო ოთარ მოგესალმებით რამიდა ჩემო ბატონებო აი მისღებში იძახიან ნაციონალები რომ ჩვენი მეგობარიაო ამერიკა ჩვენ მოსახლეობას ასე მიგვაჩნია რომ ჩვენი მეგობარი ნამდვილად არ არის და ნაციონალების მეგობარი მართლა არის იმიტომ რომ ჩადიოდნენ ნაციონალები, მისი სატელიტი, მისი პარტიები და ეუბნებოდნენ, რომ ის მიეღოთ მეგობარი ახი და ჩვენი საქართველოს დაეშაფცირებინათ მოსახლეობას ჩვენი მთავრობას. ხომ ასე იყო? გახლავთ ეს კი ბატონო, ნამდვილად ეგრეა ქალბატონო. ევროკავშირში დარბია რომ არ მიგვიღონ. ერთი წუთი ჩემო ბატონებო ესო გამოდიან და ამბობენ ეს ოპოზიციონერები ნაციონალების საკითხრო ისაო საქართველოს მოსის ჩვენ თავობას აბრალებენ რომ მეგობარი აქტი მიიღესო ისო რა შედიო ნეტატო ჩემზე კარგად ნახოიქით რომ ეს ისე მეგობარი აქტი მიიღო კიდე გავინეორო მე კიდე ჩვენი მეგობარიო ამერიკაო რანაირად არის ჩვენი მეგობარი ეს საქართველოს და განაცხადეს უხდენ რომ საქართველოსის წინააღმდეგობა გაეწიაცა თავრობა შეეცვალა იმისთან არა ლეგიტიმურ შეგახსნას მე სამეს ვიყიდო თუ ნაციონალებს მოიყვნენ მაშინ ლეგიტიმური იქნებოდა კანონიერი შესაძლებლობა რომელიც იყოს ზიად განსაკუთრებია 91-12 წლებში ეს ნაციონალები მაშინ გადარაგებული და ახალგაზრდა მოეძახდნენ არალეგიტიმურიაო. ეხლა ნაციონალების დაპყრობაზე კაციური და მისი სატელიტები როგორ შეიძლება კაცო ჩვენ მოსახლეობა ხედავს ყველაფერს რა. ესეთი და მე კიდე კაცო რაში ვჭირდებით ან ამერიკას ან რუსეთს აგერ უყურებს ის ბრიტანეთს დიდ ბრიტანეთს მოსახლეობა ქუჩაში ცხოვრობს და კარდონები მიქონდათ და რაღაცები გარეთ სწავლებული ედგას. ან საქართველოს რა შეიძლება მე გეტყვით ბატონებოდა. თუნდაც რუსეთს რო აღიწყოს რომელს ხიდების ჩვენგან რამეს არ გაელიან. ელემენტარული საკო პენსიები ვერ გაზარდა ჩვენმა მთავრობამ ასეთი გადმოვიწყები იყო და დიდი თანაბრძოლობა იყო. პენსიონერები და სოციალურად დაუცველები რო ხალხს ამდენიდან მოსახლეობა ღარიბობაში ხალხს ჩვენო სიღარიბეს ვამარცხებდო. მე ასე ვიტყოდი ჩვენ თავრობას მიმოწევდი. სიღარიბეს კი არ ამარცხებენ ხალხი გარბის და ეთქობა ხალხი რომ შეცვალა ამის ხალხი ამბობენ თორე. რა სიღარიბია დამარცხებული მე არ ვიცი თო ხალხი როგორ კარგით ხალბატონო მადლობთ. როგორ გვაბოლეთ.
გაიხარეთ კალბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის და დაგეთანხმებით ისე თქვა რომ ისეო ნაცებს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს ამერიკის მხრიდანო ვიდრე ქართულ ოცნებას და უნდა ვაღიაროთ მართლა რომ მიშამ მოახერხარო თავის დროზე ამერიკასთან ურთიერთობა დაალაგა მართალია ვარდების რევოლუციის დროს საერთოდ სააკაშვილი არ უნდათ აქ შევარდანზე რო იცვლებოდა იმ პერიოდში მაშინ ამერიკელებს ნინო ბურჯანაძე ყავდა და შავი დღისთვის იყო გადანახული ზურაბ ჟვანია და სააკაშვილზე საერთოდ არ იყო საუბარი უბრალოდ ჩვენ ხალხი გაჯიქდა მაშინ გინდა თუ არა ეს გვინდაოდა ამერიკელების დაყვნენ ხო ამ ამბავს და მე უკვე თანდათან მიშამ ისე მოახერხა რომ მართლაც ისე დაალაგა ურთიერთობა ბევრად უკეთ ვიდრე ეს მოახერხა ქართულმა ოცნებამ ვაღიაროთ ეს კი ბატონო არ ამ ქალბატონმა თქვა ერთი მნიშვნელოვანი თავიდან იმიტომ არ უნდათ ეს სააკაშვილი იმიტომ რომ იცოდნენ თავიდანვე რა გიჟიც იყო იქ ნამუშევარი იყო ნასწავლი იყო და ამიტომ კატეგორიულად არ უნდათ მეგობარი ამერიკა აი ამდენი გაიმეორა ხო რომ ამერიკა არ არის ჩვენი მეგობარი მოდი ესე დავსვავ საკითხს რა ამერიკა არ არის ჩვენი მეგობარი და მე ზოგადად მიმაჩნია რომ მეგობარი ქვეყნები ბუნებაში არ არსებობს არსებობს ინტერესები არ შეიძლება ამერიკელმა გაიღვიძოს დილით და ნეტა ჩემი მეგობარი საქართველოს რა შვება ესე იფიქროს ხო არც რიგითმა ამერიკელმა არც სამთავრობის ამერიკა არც სენატორმა და არც კონგრესმენმა გამორიცხულია ესეთი რამე ბუნებაში არ არსებობს არის რა ინტერესი აქვს ამერიკას საქართველოში აი ამაზე კი წამოდგებიან და იწყებენ ფიქს ну რიგითი ადამიანი არა მაგრამ კონგრესმენი სენატორი და რაღა თავიანთი პროგრამების განმახორციელებელი ეს მარტო ამერიკას არ ეხება ეს ეხება რუსეთს ეს ეხება ყველა დიდ სახელმწიფოს ეხა მე რომ რაც უნდა ვიფიქრო პარაგვაიში რა ხდება ხო აქ საქართველოს ვერანაირ იმას ვერ შევიტან ცვლილებას პარაგვაიში მაგრამ აი როდესაც ესეთ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ რაღაც ცვლილების შეტანა და თავის ინტერესის გატარება ეს სხვა საკითხია მე არ ვთვლი და არ გავიმეორებ რომ მეგობარი ქვეყანა არ არსებობს მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ ესეთ დიდ ქვეყნებს უნდა მოვერიდოთ რომ მტრად არ ვიქციოთ რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მტრობა მარტო ის არ არის ზარბაზანი და თქვა რუსიო მოგვადგება და გვესვრის რუსი პირდაპირ არის ეკონომიური მტრობა თუ გვიმტრეს მტრისას აი მართლა მტრისას ისეთი მტრობა შეუძლია ჩაგვიტანონ გიდა ევროპელებმა ერთად აღებულია თქვა უნდა ხა კატერიმან პორტუგალიამ რომ მოინდომოს ბევრს ვერ დავიშავს მაგრამ ევროკავშირმა რომ მოინდომოს გინდა ამერიკამ ასე გალბატონო არა მეგობარი სიტყვა არა და მტრობა რომ შეუძლია და გაგვსრისონ ეს ხიფათი არსებობს რა ხო და აი ამაზე ვფიქრობ რომ გეთახოვეთ რომ სიტყვა მეგობარი სახელმწიფო ნუ ეს არის ქართულ პოლიტიკაში დაბადებული რაღაც თინა ბოკუჩაოს დონის და ხაბეიშვის ჩემი პარტნიორი და მე ვის შენი პარტნიორის რა თუ დიხარ ბიჭო ჩაიხედე რა სარკეში ზარია გისმენთ ზარია გისმენთ გაით შეეთყობა არა მიეწერებოდა არის მისეთყობა არის მის ხმა აშკარა არის აი გაითიშა ეხა გაითიშა ეთყობა ისე თავიდან სააკაშვილმაც დაიმეგობრა რუსეთი მოკლედ სააკაშვილს ისეთი ბალანსი დაიჭირა რომ გაანეიტრალა რუსული საფრთხეები იმით რომ მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს და ამერიკასთან კონდა მოიხატება რომ გაანეიტრალა გადასცა და დაანგრევინა და დააპყრობინა კიდევ ოცხა პარალელურად ამერიკასთან კონდა ეს სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობა ამერიკას დაარწმუნა რომ აი მე იმიტომ კი არა მოხდაო რუსეთთან ომი აი შენი ერთგული რო ვარ მაგისტვის მოხდაო რა ეს იყო იმ კაცის ბალანსი ვისაც დიდხანს უნდა შეენარჩუნებდა ხელისუფლება მაგრამ თუნდაც საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე იგივე დავით გარეჯი რა საერთო ვითარებაში გადადის დავით გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანის მფლობელობაში და თვითონ კითხვა მაგაირამ ეხლა ბიზნესმენსაც იპოვიან რომლისგანაც 70 მილიონი ავიღეო რა ამ ციფრიც კი დაასახელა რა აი ამის ფასად აკეთებდა ყველაფერს და დარჩენილი ოღონდ ხელისუფლებაში და ეს ასეთი ბალანსი ქონდა ოქროშვილთან და ამერიკასთან ერთადერთი რომელიც თქვა ის არ გადაიხადა გირაო არ გამოცხადებულობისთვის სხვები არავინ არ დაუპატიმრებიათ მხოლოდ ოქროშვილი და ნუ ეს პოლიტიკური ფიგურა იმითაა საინტერესო რომ მომეჩვენა რა ვიცი აი ყველა სახის სოციალურ ქსელს, ყველა მიმართულების და ყველა სახის ადამიანებს ეცნობი და
არავის გული არ დაწყვეტია მის დაპატიმრებას და არავის მათ შორის მომიტინგეების ერთ-ერთი ლიდერია სამხედროა ის გაუბედურა ძვლები დაუმტრია ციხეს ჩააგდო რა 23 წელს უჯდა თუ რა ტყუილა რა ისაც კი ახტოცებით უბრალოდ ერთმანეთს აყვედრია რომ მე რომ ისა და მე რომ ისა მაშინ თქვენ სად იყავით რა თორე ეს კიდევ ამბობ რა ამ ადამიანს ოდაცლო და ალბათ თავის ბოროტების მასშტაბით ახალაიებს და კარდავებს და მერაბის უბრალოდ არ დაცალდა რა კიდე თავის მთელი ბოროტება გამოევლინა რაც მასში იყო ჩაბუდებული რავი მე ყველა ადამიანი მეწოდება ეხლა მაგრამ ნუ რავი ბოლოს პარტიაში შექმნა ერთადერთი პროგრამა ეწერა პარტიაში თავის ბოლო პარტიაში რომ შექმნა რაღაც როცა დარწმუნდა რომ ნოლია და არავი საერთოდ ნოლი ხმა იყო ის რა ქვია ქუჩის ძაღლებს როგორ დახოცავდა რა არ ვიცი წარმოუდგენელი ბოროტებით რო ხარ განსჭალული ზარია გისმენთ ალო დიახ მოგესალმებით ალო გისმენთ ეთერში ბრძანდებით ბატონებო ახლა უყურებთ გადაცემას ისაუბრეთ ისინი საუბრობენ ბატონებო არა ტელევიზორს მოცილით და ისაუბრეთ თქვა არავინ არ გიშლით ხელს გვესმის ალო ისაუბრეთ ის მე გისმენთ და არ საუბრობთ ბატონო ჩემო მე ახლა გიყურებ და მე ვისაგი რა ვიცი აი ტელევიზორს კიდე მაყურებელი მე დარეკვას ფიქრობ და აი ძალიან ბევრი ზარეს ეფრაცაც უშლის ხელს ტელევიზორს მოცილდეთ იმიტომ რომ გვიან მოდის ხმა და თქვენ გონიათ რომ თქვენ არ გისმენენ და ჩვენ საუბრობთ ამ დროს რა ოთარ მოდი სანამ გათიშულია სანამ ზარი გამოჩნდება 17 მაისი მოდის ალბათ ერთ-ერთი დღესასწაული ქართველების იმიტომ რომ პატრიარქმა დააწესა ოჯახის დღე და აქვე გავაკეთოთ რომ თელი ჩვენი პარტიით ვაპირებთ ჩვენი მეგობრებით, ჩვენი ოჯახებით შეუერთდეთ ამ მსვლელობას, თუ არ ვწდები 11 საათზე იწყება, ხა რო არ შემეშავს, მაინც თუ არ ვწდები, იმიტომ რომ ვინც წამსვლელია, თქმა უნდა, ისეად დაადგენს. 11 საათზე ქაშვეთიდან იწყება და 3-მდე ალბათ ფეხით წავალთ და მთელ საქართველოს მოუწოდებთ ძალიან უყვართ ხელისუფლებას, ოპოზიციას, თავების დათვლა და ფრთების დათვლა, რამდენი იგონა ქათმები იყოს, რამდენი ფრთა ადამიანი იდგა იმათ მიტინგზე და ამაზე და დავანახოთ ხელისუფლებასაც, ოპოზიციას ყველას დავანახოთ, რომ პატრიარქის მოწოდებას ყველას დიდი ძალა აქვს საქართველოში და რამდენი ადამიანი გამოვალთ და დავდგებით აქ. ჩვენ პირადად მივდივართ ოჯახის დღე ახლა ოთარს განსაკუთრებით ეხება ამ ხელაკაცია და მინდა გავამხილო საიდუმლო კიდე დაუოჯახებელია ამისთანა გვარის ამისთანა გენეტიკის ადამიანი ჩადის ფაქტურად დანაშაულს ეს ქალბატონების გასაგონად ახალგაზრდა ქალბატონების გასაგონად ვიძახი 17-ის მერე 17-ის მერე აუცილებლად დაქორწინდება მოგეთ ესეთი ლამაზი დღე გვაქვს და მთელ საქართველოს მოგიწოდებთ რომ ვისაც თბილისში შეგეძლებათ ამ დღეს შემოუერთდეთ ამ დიდ პატრიარქის მიერ დაწესებულ ამ დიდებულ მსვლელობას და ერთად დავანახოთ თელ სოფლიოს რაოდენ ფასობს საქართველოში ოჯახური ტრადიცია. ზარია გისმენთ? საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. ქართულმა ოცნებამ ახალი თამაში წამოიწყო. როგორც ფრიდონ ნინჯიამ გამოგიცხადა და ის ყოველთვის ოცნებას ახმოვანებს, 7 მაისს შევიკრიბეთო ყველა ქართველიო, ვისაც ჭკუაგონება გვიჭრიდაო და გადავწყვიტეთო რომ რუსეთთანო განვაახლოთო ურთიერთობაო და ამისთვისო 20 მაისო ჩვენო გამოგიცხადებთო თუ როგორ უნდა შემოხვიდეთ ჩვენთანო და აი როგორც თქვენ აცხადებთ ახლა ელექტროგამოკითხვა უნდა ჩავატაროთო ანალოგიური ელექტროგამოკითხვა ჩავატარებთო თუ მოსახლეობას რას სურს თუ არა რუსეთთანო განვაახლოთ ურთიერთობაო და აი თქვენ რა სიტყვით ამაზე ბატონებო ეს მართლა რა თქმა უნდა მისაღებია ამაზე ორი აზრი არ არსებობს რუსეთთან უნდა განვაახლოთ ურთიერთობა ყველა მეზობელთან და ყველა სახელმწიფოსთან უნდა კონდეს კარგი ურთიერთობა ამაში ორი აზრი არ არსებობს მაგრამ რატომ იწევს ამ თამაშს აი ამ დროს ქართული ოცნება როდესაც ამერიკასთან ასე დაიძაბა ურთიერთობა. კარგად გრძელდებოდეთ. მადლობთ ხალბატონო, მე ნამდვილად ეხა ფრიდონ ნინჯიას განცხადებები არ ვიცი, საერთოდ არ მომისმენია, რო არ მოვიტყუო,
აუთარიმაც ეხა დაწუნებული ვარ ბატონმა აუთარმაც არ იცის ცოტა ისეთი განცხადება რომ 7 მაისს ყველაზე ჭკვიანი ქართველები შეიკრიბნენ ეხა ყველა ჭკვიანს რას ეძახის ბატონო ფრიდონი კიდე ცალკე საკითხავია სად შეიკრიბნენ არ ვიცი ეს ჭკვიანი ქართველები სად იკრიბებიან ეგეთი ადგილი ჯერ არ ვიცი მართლა ადრე ვიცოდიო საჯარო ბიბლიოთეკაში რაღაც ინტელექტუალური ჯგუფი და თავს და რაღაცა უბრები იყო და დღეს ჭკვიანი ეხა ვინც კაბერფულ შოულობს იმას მე ჭკვიანს მაინდა-მაინც არ ვეძახი სხვადასხვა მოვლენა არის აბსოლუტურად ხო და ნუ რა ვიცი ეთქვა ფრიდონმა სადღაც შეკრიბა ჭკვიანი და 20 მაისს კიდე სად უნდა მივცეთ ხმა ეგაც არ ვიცი ანუ ინფორმაციას კალბატონისგან ვიღებ რა და მართლა არ ვიცი და ეს ის არ არის ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ რამეზე რომ ეხა რომლის გაყალბება შეუძლებელია რომლის მასშტაბურობა არის უზარმაზარი და ეხა ის რუსეთთან რომ ურთიერთობა დალაგდეს ხო დიდ ბოდიში მოვიხდი უკვე ყველასთან რა და ერთმანეთს ასწრებდნენ ნაციონალურ მოძრაობა და ქართული ოცნება ჩვენთვის რუსეთუ მეეძახებინათ რო თქვით რომ უნდა დალაგდეს ურთიერთობა და წინას აარჩევნოთ ხო ჭიჭე ვაშაძედან დაწყებული გვარამიეთ დამთავრ რა თქმა უნდა რუსეთთან უნდა დალაგდეს ურთიერთობა ანუ ამაზე შეთანხმებული ვართ უკვე ის ადამიანებიც რომლებიც რუსეთობას გვეძახდნენ და ის ადამიანებიც რომლებიც ჩვენ აზრს იზიარებდნენ აბსოლუტურად ყველა მთელი სპექტრი შეთანხმებულია რომ ურთიერთობები უნდა დალაგდეს აფხაზეთი უნდა დაბრუნდეს ცხინვალი უნდა დაბრუნდეს ქართველებმა და ოსებმა ერთად უნდა ეს არის 2x2 4 და ამას არ ვიცი რა თუნდა ჭკვიანი ადამიანების შეკრება და მე გამოკითხვის ჩატარება ჩემამდე არ დადის რა ჩვენ ბევრად საჭირო რო თო კითხვა იმას რასაც ვფიქრობ ჩავატაროთ და ბევრად მაღალი ლეგიტიმაციით გვინდა ჩავატაროთ იმიტომ რომ ეს იქნება კიდევ ამბობ ჩართულობით როგორც ოპოზიციის როგორც აი მომიტინგი ახალგაზრდობის როგორც ხელისუფლების ხო ყველას ჩართულობით ურთიერთკონტროლით და აბსოლუტურად გამორიცხავი გაყალბების შესაძლებლობებით და მასშტაბურობით რა თქმა უნდა ჩვენ ფაქტობრივად არჩევნებში მონაწილე ადამიანების ნახევარზე მეტის ჩართულობას ვაპირებთ გამოკითხვაში ანუ ის NDI და AIRAI რომლებიც რაღაც გამოკითხვებს ატარებენ მთელი საქართველოს ეძებს ვინმე შემთხვევით ხო არ იცნობ NDI რო გამოკითხავდა ეგეთი ქართველი ჯერ ვერ ვნახეთ და ის როგორც უნდა ისეთ პროცენტ რაღაც სასაცილოებს წერენ ხოლმე რა ეხა მე არ დამავიწყდება მაგალითად გიორგი თარგამაძე ჟურნალისტი რო არის ხო უფრო მაღალი რეიტინგი აქვს ვიდრე იმასო ბიძი და ივანიშვილსო 2012 წელს 2012 წელს გიორგი თარგამაძე უფრო რაღაც 64 რაღაცა პროცენტით არის დამაჯერებლობისთვის და ბიძინას ყოდა რაღაც 21 რა სიგიჟე ხო და ნუ მოგეთ არ ვიცი ოთარ 21-ის მოწოდება გავაკეთეთ არა ნუ იქ სიგიჟე ის რაღაც უნდა ხო ერთი პერიოდი ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო ეს კომიკური მიკი მაუსი რო იყო კაც პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე სადარბაზოში არ იყო ბეზობლებში არ იყო ოჯახში არ იყო მგონი პოპულარი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი არის ისო ბაქრაძეო რა ერქვა კაცო ის რო იყო დანაჩანგლებით იომეთო რო იძახო და რო წაშალეს ეხა და არ მithქვიო ეხა რო იძახის რა დამავიწყო დავით ბაქრაძე ყველაზე NDI-ის გამოკითხვა რაღაც იგიჟებს გვაპარებდნენ რა და მოგეთ 21-ში მთელ საქართველოს მთელ თბილის 17 მაისს სულ ყველას მოგიწოდებთ რომ ამ ღირსშესანიშნავ ლამაზ დღეს ერთმანეთს დავენახოთ მოვეპეროთ და ერთად გავიაროთ ეს ეკლესიური გზა მართლა ყველას დავანახოთ მე ნურავენ ნუიტყვის რომ ეს რომელიმე პარტიის დამსახურება არა ეს არის პატრიარქის სიყვარულით გამოვაიქ ხალხი და დამთავრდა ოჯახური ღირებულებების პატივსაცემად და იმის საწინააღმდეგოდ რომ საქართველოს არ არის რაღაც სექსუალური ნიშნით სათარეშო შარშან ააგორეს ამ თვალსაზრისით აი რამდენი ვართ ქართულმა ოცნებამ თქვა რა შუაში იყო ქართული ოცნება არც ერთი არ შეუძლებელია რა შეუძლებელია უბრალოდ ის აი ყველაზე მეტი ხალხი ჩვენ გვეყედა ის ვიღაცები კიდე რო წიწინებენ ისიც ვეღარ იწიწინებენ რო შეგხედავენ რამდენი ვიქნებით რა არ ვიცი მოკლედ ბევრი აღარ ბოლო ანონსი იყო რომ კვარაცხელია უნდა გასულიყო სპორტული ფინალში გავიდა 31 მაისს ფინალსაც ალბათ ვიზეიმებთ აუცილებლად მე იმედი მაქვს და ვცდილობ კაი განწყობით დაგემშვიდობოთ რა ღმერთთვაქნას ყველაფერი ისე იყოს როგორც გვინდა და როგორც ვისურვებდით რა კარგად ბრძანდებოდეთ